ეხა ერთი რაღაცა მინდა გითხრათ აქციის მონაწილეებს და ვიცი რომ გაბრაზდებით და ამოღვარცობდებით საერთოდ, მაგრამ ვიღაცამ ხომ უნდა გითხრათ, იმიტომ რომ არც ოპოზიცია არ უქნია ღმერთს ამ ქვეყანაში, რომ ერთი რაღაცა მართალი სიტყვა შეაშველოს ერთმანეთს და ადამიანებს ზოგადად, მაგრამ უნდა გითხრათ აუცილებლად ეს. ეხა ეს აქციები რაც უფრო მონოტონურად გაგრძელდება ყოველდღიურად ერთი და იგივე მოქმედებაში, რომ კაი ხო გამოვიდნენ პარლამენტთან, დაიშლებიან, დაიღლებიან, წავლენ სახლში, წავლენ სადღაც გმირთა მემორიალთან, აბრუნდებიან უკან, დაიშლებიან. მონოტონური ხდება აქცია, ხვდებით? ანუ ჩვეულებრივი გახდა. შეჩვევის ფაზაში გადავიდა უკვე საზოგადოება. აი, რო ხდება მაგალითად ვიდეო სოციალურ ქსელში, აღარც კი აინტერესებს უკვე რას ამბობს ეს აქციის მონაწილეები, სათქმელი რა არის და არა და მანიფესტაცია ზუსტად ამას უნდა ემსახურებოდეს, რომ შეაწუხოს ხელისუფლება, რაღაცა ემოცია შეიტანოს საზოგადოებაში, სათქმელი ხმამაღლა თქვას და ჩვენს შემთხვევაში უკვე სათქმელი აღარც კი ისმის, იმიტომ რომ შეჩვევის ფაზაშია, ხვდებით და ამ შეჩვევის ფაზის პარალელურად მთავრობა მაგერ ხო ხედავთ ახალი კანონ პროექტი დააინიცირა პარლამენტში, ერთი ეგრეთ წოდებული ბრიტანული კანონი, რომლითაც ეხა საერთოდ ერთადერთი მედია რაც დარჩება, მე მგონი იმედი და პოსტივი იქნება საქართველოში, იმიტომ რომ ბიძინა ივანიშვილის მთელი ბიზნესი ჯიბეში ყავს და ვისაც მოუნდებათ ის დაუწყაპუნებს, ისინი შეწყვეტენ ტელევიზიებში საერთოდ რეკლამების განთავსებას და რეგიონალური ტელევიზიების საერთოდ დაიხურება, იმიტომ რომ იმათ საერთოდ არ ყავთ ეს კომერციულად რეკლამის განთავსებელი თავიანთ ეთერებში და უცხოური დაფინანსება არსებები და ხო ხვდებით, ანუ ამ აქციების მონოტონურობის პარალელურად აკეთებს ამას ხელისუფლება. ეხა ამ აქციაზე ჩვენ რაც არ უნდა ვიყვიროთ იმ რუპორში, ეს ხმა აღარ ისმის უკვე საზოგადოებას. არ აინტერესებს, იმიტომ არ აინტერესებს, რომ შეჩვევის ფაზაში გადავიდა უკვე ეს აქციები. ამიტომაც გვმართებს აზროვნება, მეგობრებო და ყოველთვის ჩვენ ეს რატომღაც გვავიწყდება, რომ ემოციურად, ესე იგი ყოველგვარი რაციონალურობის გარეშე, აი რაღაც ესეთ ხისტად დააწვევი პირდაპირ გვერდზე არ იყურები რა. გვერდზე არ მოიხედავ გარემო პირობები როგორია, შედეგები როგორია, მესმის რომ ეხა თქვენ უпростоრად, იმიტომ რომ მე მესმის ეს ძალიან კარგად, ვცდილობთ რომ აი თქვენი პრინციპულობა აჩვენოთ, რომ აი არ დავნებდებით და ამ არ დავნებდების გაჯიქებაში ფაქტობრივად ხელისუფლებამ კიდე ისეთი თემების შეტენა საქართველოს, რაც საბოლოო ჯამში უკვე რაც არ უნდა აქცია გაკეთდეს, აღარც კი ისმის, იმიტომ რომ შეჩვევის ფაზაშია გადასული. ამიტომ ან რამე ახალი იდეები მოიფიქრეთ, ან ჯობია რაციონალურად მოიქცეთ და სწორ დროს თქვათ სათქმელი, იმიტომ რომ თუ ყოველდღიურად ერთი და იგივე მოქმედებაში ხელისუფლებას ეცოდინება გამოვიდა ეს ხალხი ხო პარლამენტთან გადაკეტა გზა თუ არ გადაკეტა დაიღლება ეხა 1-3 საათში და წავა სახლში. წავიდა ეხა ეს ხალხი გმირთა მემორიალთან ისევ ფიციდადო ამობრუნდებიან უკან დაიშლებიან ისევ. ამას თუ აფიქრებინებ ხელისუფლებას, მაშინ ეს მანიფესტაციაც აღარ გამოდის, ანუ აუმნიშვნელო მოქმედებაა, ხვდებით? ამიტომ დაფიქრდით მეგობრებო და რაციონალურად მიიღეთ გადაწყვეტილებები. ეს არ არის თქვენს წინააღმდეგ ნათქვამი. ვიცი ახლა რომ ამაზე გაბრაზდებით და გაღვარცობდებით, მაგრამ ამ კუთხითაც იქნებ ცოტა დაფიქრდეთ, იმიტომ რომ ცხადია ახლა თქვენ თვითონ დააკვირდით თქვენი თვალით ან შეხედეთ, აბა ადამიანებს ზოგადად სოციუმში აბა როგორ აღიქვამენ ახლა ამ აქციებს და თქვენ თვითონ მიიღებთ ამაზე პასუხს.